ჩვენ რა ვთქვათ ეს რა უხეიროდ არის შედგენილი ის მეპროტესტე ეგრეთ წოდებული პატრიოტები, ხო? ადამიანები ეს ქალბატონი სუბელიანი, ქალბატონი რას? ქალბატონი სუბელიანი, რომელიც რამდენიმე წლის წინ დისკოტეკა ეგონა მემორიალი და იქ ცეკვავდა და პრაიდის წარმომადგენელია და კიდევ ვიღაცები, რომლებიც LGBT დროშაც კი გაშალეს, ხო, იქ ნახეთ ეს და ასე შემდეგ. და ეს აბსოლუტური იგნორირება იმ ხსოვნისა, იმ სულისკვეთებისა, რაც თუნდაც იმ დღეს ან ზოგადად იმ დღეს შემდეგ საქართველოში არის და მეთვალყურებს რა იყოს. აი ეს არის ლაკმუსის ქაღალდით, ხო, რომ გააგრძელო. აუცილებლად ჩვენ ვნახეთ ძალიან გულდასაწყვეტი იყო. ჩვენ ვნახეთ, რომ მთელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი რაღაცა სულიერებასთან დაკავშირებული, თავისუფლებასთან დაკავშირებული სიმბოლო როგორ მიიტაცეს იმ ადამიანებმა, რომლისთვისაც ეს არაფერს არ ნიშნავს. უბრალოდ მათი მიზანი იყო, რომ რაღაცნაირი ფორმით დაემტკიცებინათ თავიანთი პატრონებისათვის, რომ მათ კიდევ შეუძლიათ პროვოცირება გაუკეთონ ხელისუფლებას, პროვოკაცია მოახდინონ თქვათ საქართველოში და რაღაცა კიდევ პერსპექტივა გააჩნიათ იმის, რომ საქართველოში რაღაცა შეიცვალოს ის, რაც მათ ყველას ერთად სურთ. ხო, ფაქტია, მოდი ავიღოთ რაღაცა თუნდაც ერთი სამი მაგალითი და განვიხილოთ, რამდენად შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს თითოეული ამ მიმართულების ხალხისათვის 9 აპრილის იდეა. უბრალოდ მათ სურთ, რომ ეს იდეა მიიტაცონ და რაღაცა ეროვნულობასთან დაკავშირებულები იყვნენ, მაგრამ ვერაფრის დიდებით ვერ გამოვა, ხა შეიძლება სუდი შედარება გავაკეთო, ახლა პოლიციელმა რომ თავი დაანებოს, თქვა პოლიციის სამსახურს და კანონიერი ქურდობა მოინდომოს, დაახლოებით ეგეთი სიტუაცია, როგორ შეიძლება ლიდერი იყოს 9 აპრილს ატა ბურჭულაძე. ხო? აი სულ რამდენიმე მაგალითი, სულ ერთი 99 წლის თებერვლის თვეში 18 თებერვალი იყო, როდესაც მაგალითად და მასთან ერთად იყო ლიდერი კიდევ ეს ყოფილი ბანკირი თაღლითი ხაზარაძე დავიწყებ და ხაზარაძე და მაგალია ეროვნული იდეებს რომ 18 თებერვალს მერაბ კოსტავას მიტინგი დაშალეს და სულიად განსახურდეს და გპის-თან მერაბ კოსტავას ხელი გაარტყა. როგორც კონკავშირის თავმჯდომარე იყო და როგორ ბედავდა რომ თქვათ რაღაცა იაქტიურად. ხო, იაქტიურად ეს კაცი გამოდის იქ და ყველაფერს თავიდანებო და ცდილობს რომ 9 აპრილის იდეასთან დაკავშირებით იყოს რაღაცა ლიდერი. ხა პაატა ბურჭულაძე ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის იცით? ანუ მე საინფორმაციოში უყურე რაღაცა თითქოს ზერელედ იყო რამდენიმეგან გატარებული რომ მე ვარ რუსული ბანი. მას ესე არ უთქვამს. მან თქვა სიტყვასიტყვით გავიმეორო. მე ვამაყობ რომ ვარ რუსული ბანი. დღეს 9 აპრილს ლოცვით და სიმღერით იბრძოდნენ. Საბჭოთა ჯარების პირისპირ. Представляю всегда школу, русскую школу за границей, и это для меня большая честь, когда меня называют русским басом. ანუ ადამიანი 2018 წელს 6-7 წლის წინ რუსეთში ამბობდა, რომ ის ამაყობს, რომ არის რუსული ბანი. ანუ ხო ვერავინ ვერ იტყვის, რომ რაღაცა ან 2008 წელი არ იყო მომხდარი თქვათ ეს რაღაცა უახლოესი ომი არ იყო მომხდარი 9 აპრილზე აღარ ვლაპარაკობ და აღარ ვლაპარაკობ კიდე ქონდა აღებული რუსეთს თუ უკრაინა უფრო უმეტეს. ანუ ის მანამდე ორჯერ უმღერა პუტინს, ორჯერ და იყო სამხატვრო მარინის თეატრის ხატრო რომელიც საოპერო ჯგუფის რომელიც არის იმპერსკი თეატრი საბჭოთა დროს. აქედან რო წავიდა საქართველოსდან, იცი როდის გახდა სამხატვრო ხელმძღვანელი? როდესაც ქართული ოცნების ლიდერს ბიძინა ივანიშვილს მოთხოვა 9 მილიონი იმისათვის რომ მხარი დაეჭირა, უარი რომ მიიღო, მე პარტია რომ ჩამოაყალიბა, ამ პარტიის ოპოზიციური იქ რომ ფული შეჭამა ყველა მიცის და ფინანსური პრობლემების გამო გაიქცა რუსეთში და მაშინ გახდა სამხატვრო ხელმძღვანელი.
მუშაობდა, პუტინსაც უმღეროდა, ყველაფერს აკეთებდა, არც ომი გახსენებია, არც 9 აპრილი გახსენებია, უნამუსო და უტიფრად აკეთებდა იმას, რასაც აკეთებდა. და პატარა დამატება ეხანდელი ოპოზიცია მაშინდელიც იძახდა რომ ეს კაცი მაგალითად ხოშტარია იძახდა რომ ეს კაცი პოლიტიკაში არ უნდა იყოს ბურჭულაძეზე. აი სწორედ იმიტომ რომ უმღერა პუტინს. აქ ეხლა მარტო ბურჭულაძეზე კი არა ესეთი ადამიანები იყვნენ არიან და შეიძლება იქნებიან რომ საზოგადოება ამათ თავიანთ განაჩენს გამოუტანს ეს გარიყულია და ვერც ვერასოდეს